ხართ? აი ნახე რა, არჩეულებრივი მეგობრები ყავს ბავშვები. პატარა ბიჭები. კარგი დავაცნოთ. აბა, მოდი ახლა ჩვენ ბევრი ბავშვი გვიყურებს, ბევრი ჩვენი მეგობარი და შენი სახელი უთხარი მათ. რა ქვია შენ? ანდრია. ანდრია. და რამდენი წლის არის? რამდენი წლის? რამდენია? ეგ რამდენია? აბა ორი თითი მოკეცე. არა, რამდენია? 2. თუ რამდენი დარჩა? 1, 2, 3. 3 დარჩა. ესე იგი რამდენი წლის გამოდიხარ? 3 წლის ანდრია. აბა ახლა შენ გაგვეცანი უთხარი რა ქვია ბავშვებს? საბა. საბა, რამდენი წლის არის? 6 წლის არის საბა. საბა, სკოლაში დადიხარ თუ ბაღში? სკოლაში. რა დავდივარ სკოლაში? თუ ბაღში დადიხარ? იტყუები აბა, კარგად. ბაღში და სკოლაში. ნახე, სკოლაში ისე ძალიან უნდა წასვლა, რომ უკვე დადის. და მე რა ხდება სკოლაში? აბა მოგვიყევი სკოლაში რასაკ? აული. მასწავლობ. გასწავლობ. მათემატიკა და ბუნებას. მათემატიკა და ბუნება მშვენიერია რა გინდა, სომია ყველაფერი. კოჩა. გადის სკოლაში და რა? კარგად სწავლობ. აბა რა? და არ თამაშობ ხოლმე, ბაღში თამაშობ ალბათ, სკოლაში სწავლობს, ბაღში თამაშობს. რას თამაშობ? ანდრია, მოგვიყევი რა თამაში გიყვარს? მანქანებს. მანქანებს? როგორი მანქანები გიყვარს? რა ფერის? შავი. შავი? წითელი? შავი. წითელი არ გიყვარს? ესე ორი მანქანა ერთი გვერდ დადგებიან, ერთმანეთს გაასწრებენ ხოლმე? ესე? ჰა? მართლა? კიდე რა თამაში გიყვარს? თოფები. თოფებით როგორ თამაშობ? მაჩვენე რა. ბახეს. აბა როგორ? ბახ, ესე? კიდე რას თამაშობ? კიდე რას? პისტოლეტები? პისტოლეტები. ბურთი არ გიყვარს? ფეხბურთს თამაშობ? კი. კოჩა. აბა შენ გითხარი რას თამაშობ სკოლაში? ხან დახუტობანას, ხან დავდივარ და დაჭერობანას თამაშობ. შეშვენებაზე. აცრებთ. იცი რა მაინტერესებს? შეშვენება ხო პატარაა ძალიან. გაკვეთილი დიდი. და გაკვეთილზე იღლები ხოლმე? არა, საინტერესო გაკვეთილები გაქვს. რომელი საგნები გიყვარს? მე მათემატიკა და ქართული. მათემატიკა და ქართული. კოჩა ხშე? აბა რამდენია? 2-ს მივუმატოთ 2. 4. კოჩა. კარგად სწორია მათემატიკა. ძალიან მარტივი შეკითხვა დავუსვი. იცი რა, გაკვეთილზე არ იღრები ხოლმე და არ ცელქობ? არა. ელოდები რომ დასვენება მოვიდეს რომ ითამაშო? დაჭერობანაში მაგარი ხარ? მართლა? იჭერ. აი, ეცი. მოდი, დამიჭირე, კოჩა. შენზე კარგად დარბის. შენ იცი ეს თამაში? იჭერ. რა უნდა? ეგრევე დამიჭირე. აი, ეგრევე დაგიჭირა. კოჩა, კოჩა. ესე იგი, ჩვენ თავარი საქმე არ დაგვაუწყოთ ამასობაში. დავიწყო. ხომ დავითამაშოთ ეს? ატყუებ და ისე იჭერ? ეს რა ნორბია მე აქედან მართლა შენ იჭერ? კოჩა, ძალიან მაგრები ხარ. მე ვითამაშოთ, კარგი დაჭერობანა. ჯერ ეს გავაკეთოთ რაღაცეები ხო? კარგი? აი, ახლა ჩვენ ანდრია და საბა ყურადღებით იყავით. უნდა გაჩვენოთ მულტფილმი. გიყვართ მულტფილმები? ხო, გიყვარს. ძალიან პატარა მულტფილმი იქნება. მიყვარს. პატარა მულტფილმი გაჩვენებთ. იქ თქვენ ყურადღებით უყურეთ ამ მულტფილმს, დაიმახსოვრეთ რა როგორ კეთდება და მე ერთად გავაკეთოთ, კარგი? აბა ჩვენ მეგობრებო, ყურადღებით იყავით თქვენ. აი ჩუმადრო მიიპარება. ჩუმადრო მიიპარება? ეგეთი მულტფილმი გაქვს ახლა? რა მიიპარება? ზუსტად გამოიცნო. ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბუ. გვექნება სტაფილო, კიტრი, ზეთისხილი, კომბოსტო და მიორი. აი როგორ გავაკეთოთ ბუ? ამას ვნახავთ მულტფილმში. აბა ყურადღებით. ნახოთ მულტფილმი. გადაცემის სპონსორია დისნეის ზღაპრების სერია 24 ზღაპარი ჟურნალ საბავშვო კარუსელთან ერთად. წიგნები მაგარი ყდით და ფერადი ილუსტრაციებით. სპეციალურ ფასად 5 ლარად. საუკუნის მიუზიკლი „ქეთო და კოტე“ ვარსკვლავთა სრული შემადგენლობით ნინო ანანიაშვილი, ნიკო ბერიძე, ნანი ბრეგვაძე, გოგა გველესიანი, ეკა კახიანი, სოფონი ჟარაძე, ლაშა რამიშვილი, აჩიკო სოლოღაშვილი, სტეფანე, ნინო ქათამაძე, სულხან ჯანიანი, სუხიშვილები, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, რუსთაველის თეატრი 12 მაისიდან 16 მაისის ჩათვლით. დასაწყისი 20 საათზე. ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროებში.
გადაცემის სპონსორია დისნეის ზღაპრების სერია 24 ზღაპარი ჟურნალ საბავშვო კარუსელთან ერთად. წიგნები მაგარი ყდით და ფერადი ილუსტრაციებით. სპეციალურ ფასად 5 ლარად. გემრიელი ბუ. მოსამზადებლად საჭიროა 2 ძალი სტაფილო, 1 ძალი კიტრი, ცოტაოდენი ყვავილოვანი კომპოსტო, 1 ძალი ვარდკაჭკაჭა და 2 ძალი ზეითუნი. კიტრის დაჭრა უფრო სწორედ. კიტრის 2 ნაჭერი ერთმანეთზე დააწყვეთ. 2 თხელი ნაჭრისგან კი ბუს დიდი თვალები გავაკეთოთ. სტაფილოს საშუალებით ხის ტოტის გაკეთება შეგვიძლია ყვავილოვანი კომპოსტოს ნაჭრებისგან კი ბუს ფეხები გავაკეთოთ. აი ესე. ზეითუნის ნაჭრებით კი ბუს გუგები გავაკეთოთ. ვარდკაჭკაჭას ნაჭრით კი ნისკარტი გამოუვა. აი ასე. დამთავრდა. რა გემრიელი იქნება? ახლა თქვენი ჯერია. მოგვიანებით მომდევნო რეცეპტს შემოგთავაზებთ. რა ქენით ახლა? დაიმახსოვრეთ კარგად. დაიმახსოვრეთ, ხო? ნამდვილად? დაიმახსოვრეთ? გააკეთეთ ბუს. აბა მოემზადეთ. აბა დავიწყოთ ბუს კეთება. ანდრია, ამოძვერი კამზე. მოდი, ამოძვერი. ოჩახ. ესე იგი რა გვაქვს ჩვენ აქ? ეს რა არის? კიტრი. ეს რა არის? სტაფილო. აბა შეკითხე. შენ გიყვარს სტაფილო? კი. ძალიან კარგია სტაფილო. სიმაღლეში ზრდის. და აუცილებელია. ეს რა არის? აი ეს პატარა, აბა თუ მეტყვი. ნიორი. ნიორი, ყველაფერი სწორია. ეს რა არის? ზეთის ხილი. ზეთის ხილი. ზეთის ხილი. ოჩა. ეს არის ზეთის ხილი. ხო, და აი ესეც გვაქვს კიდე ნახე. ყვავილოვანი კომპოსტო. აბა, ყურადღებით ახლა მოემზადეთ, არ იჩქაროთ ამ ყველაფრისგან. ეს მიყვარს მე. მართლა კიტრი? რა გავაკეთოთ? გავაკეთოთ და მე ვიჭამო. შეგიძლია ჭამო. კარგი, კარგი, ჯერ გავაკეთოთ მაშინ. აბა, ყურადღებით მოემზადეთ და დავიწყოთ. ნახოთ როგორ გამოვა. გავაკეთებ ჯერ. ჯერ როგორც შენ გინდა ისე გააკეთე. მე არ მოგეხმარები. აბა, დავიწყეთ. დავიწყეთ. დასრულეს, ოკეი, დამთავრეთ? ყოჩახ, აბა ნახოთ რა მოვიდა. ნახოთ, აბა რა ხდება? ესე იგი, საბასთან რა ხდება და მინდა გაგაკვირვო და ზუსტად რაც ნახა მულტფილმში ისეთივეა. გავგიჟდი, ესე იგი ზუსტად ისეთია. შენ რა მაგარი ყოფილ ხარ საბა? ძალიან მაგარი ყოფილი. ესე იგი რა გამოვიდა? ეს რეებია? თვალები. თვალები. ეს არის ცხვირი. პიო, აქ ცხვირი ხო გვაქვს? აი, ეს არის ფეხები, ხო? და ხის ტოტზე ზის. აი ნახეთ, აი ზუსტად ისეთია როგორც ნახეთ. მოდი მაყურებელს ვეცვენოთ არა? ნახეთ ახლა. ნახეთ ბავშვებო აქ რა ხდება ანდრიასთან. ანდრიასი სხვანაირია. ანდრიასი სხვანაირია, მაგრამ ძალიან საინტერესო. იცი რა ფანტაზია თქონია ანდრიას. იწვეტება მგონი გოგეთეს. ხო, ესენი თვალებია, ხო ანდრია? ეს ცხვირია. ცხვირი სადა აქვს? აი ცხვირი, აქვს. ფეხები სადა? ფეხები? აი ფეხებიც აქვს. ფეხები. აი ტანიც აქვს. რა გინდა, ყველაფერი აქვს. ოღონდ ცოტა სხვანაირი ბუა. ისეთ სხვა არ გააკეთებდა მულტფილმში. მართალი ხარ შენ. ისეთი შეიძლებოდა, მაგრამ ისეთი რადგანაც საბამ გააკეთა, ამიტომ ანდრიამ სხვანაირი გააკეთა, სხვანაირი ბუ. ხო მართალია? საინტერესო. იცი რა არის? ეს ბუ მე მგონი ტოტზე ცოტა ესე არის, აი ესე არის, აი. და მე მგონია რომ რაღაცა უყურებს, არა, მე მგონია რომ რაღაცას უყურებს და მივხვდი. ცნობის მოყარეთ. მე მგონი ხის ტოტიდან ესე იყურება. აი ესე, მეც მას მგონია. ესეა გადაჭრილი ქვემოთ არა ანდრია? შენს ბუს რაღაც აინტერესებს, რა აინტერესებს ხო არის? ალბათ ხვევით ბავშვები თამაშობენ და იმათ უყურებს, არა? ალბათ. შეიძლება. რაღაცას აინტერესებს, რაღაცას უყურებს ქვემოთ. ყოჩახ ბავშვებო, ძალიან კარგად გაართვით დავარებას. ალბათ გამოგივიდათ. ყოჩახ. კარგია. იცი რა არის მთავარი ბავშვებო?
ის არის მთავარი, რომ რამეს. ბატონო? რა არის მთავარი? მეგობრები რომ. მეგობრობა მთავარია, რა თქმა უნდა, მეგობრობა. კიდევ რაღაცას რო გააკეთებთ, აი თქვათ, ბუტერბროდს გააკეთებთ, ან რამე სალათას რო გააკეთებთ, მთავარი არის რომ სხვასაც უწივადოთ, ხო? მე სხვანაირი მარ. ეხლა კიდე სხვანაირი გინდა გააკეთო? გავაკეთოთ კიდე სხვანაირი. მეტი აღარ გინდა, ხო? კარგი? კარგი, მაშინ ახლა მე თქვენ დაგიტოვებთ კიდევ ერთ დავალებას, ერთ მუთქნებს გაჩვენებთ, ყურადღებით უყურეთ და შემდეგ სახლში გააკეთეთ ისე, როგორც ამ მუთქნებში იქნება, ნახოთ როგორ გამოგივათ. კარგი? ჩვენ კიდე დაგემშვიდობებით. დავემშვიდობოთ მაყურებელს. მოდი ხელი დაუქმნიოთ ყველამ. მუთქნები გიყვართ? უყუროთ ერთად მუთქნებს. მაშინ მოგებზადოთ. უყუროთ მუთქნებს. თქვენს გამოხებით, დროებით. ნახვამდის.